სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბს რაც ეხება, ჩვენ დავინახეთ კვლევით, რომ გაჭიანურებული არის ყველა კატეგორიის დავა, სამოქალაქო იქნება ადმინისტრაციული თუ სისხლი და გაჭიანურებას აქვს ადგილი ყველა ინსტანციაში, პირველი ინსტანცია, სააპელაციო ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს დონეზე, რეგიონებშიც და თბილისშიც. გაჭიანურებას სხვადასხვა ხარისხი აქვს სხვადასხვა სასამართლოებში, თუმცა პრობლემა ყველა სასამართლოში დგას. აი მაგალითად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს როდესაც მიმართავს ადამიანი, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საუკეთესო შემთხვევაში მისი საქმე გაჭიანურდება 6 თვის ან მეტის განმავლობაში, 6 თვიდან 3 წლამდე არის საშუალო განხილვის ხანგრძლივობა პირველი ინსტანციის, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება 3 წელზე მეტიც კი გაგრძელდეს ამ საქმის განხილვა და შემდეგ თუ კი გასაჩივრდა საქმე, სააპელაციო სასამართლოს ვადები ემატება ამას და შემდეგ უზენაეს სასამართლოს ვადები, რაც საერთო ჯამში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საქმის განხილვა გულისხმობს. რაც შეიძლება არ გაჭიანურდეს, რასაც შეიძლება ვთქვათ, რომ არ ჭიანურდება, ეს არის სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებზეც ბრალდებულებს შეფარდებული აქვთ პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით, რაც კანონით გულისხმობს, რომ მაქსიმალური თვის ვადაში უნდა მოხდეს მათი საქმის განხილვა, თუმცა მთელ რიგ საქმეებზე 9 თვიანი ვადა მათი ამ საქმეების შინაარსის მოცულობის გათვალისწინებით შეიძლება არ იყოს გონივრული, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უშვებს 9 თვის განმავლობაში ესეთი საქმეების განხილვის შესაძლებლობას, გონივრულობის პრინციპი შეიძლება მაინც აქ დარღვეული იყოს. ისიც შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ კანონი ითვალისწინებს საქმის სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვას 2 თვის ვადაში, ან მაქსიმუმ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5 თვის ვადაში, რაც პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში დარღვეულია.